საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საფრანგეთში პარიზის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს. მსოფლიოში ერთ-ერთ მასშტაბურ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად წარმოდგენილია როგორც სახელმწიფო უწყებები, ისე კერძო სექტორის 10-მდე კომპანია. საქართველოს სტენდზე გამოფენის ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ ქვეყნის ტურისტულ პროდუქტებს, მათ შორის სამთო, საზღვაო, გამაჯანსაღებელ კურორტებს, სათავგადასავლო ტურიზმს, კულტურულ მემკვიდრეობას, ასევე ღვინისა და კულინარიულ ტურიზმს. Ჩვენთან ერთად იმყოფებიან სხვადასხვა კომპანიები, კერძო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც ტრადიციულად მუშაობენ ევროპის ბაზარზე, ასევე ახალი კომპანიებიც ბიზნეს ურთიერთობის დამყარებაში ვეხმარებით მათ, ასევე იმყოფებიან სხვადასხვა რეგიონის DMO-ები. გვაქვს შეხვედრები დაგეგმილი, მიმდინარეობს შეხვედრები საერთაშორისო მედია პლატფორმებთან, ავიაკომპანიებთან იმისთვის, რომ ერთობლივად ქვეყნის ცნობადობა გავზარდოთ. ტოპ-პრიზა ძალიან მნიშვნელოვანი გამოფენაა საფრანგეთის ბაზრისთვის, იმიტომ რომ არის პროფესიონალებზე გათვლილი გამოფენა. ჩვენც უკვე პრაქტიკულად ბევრი წელია რაც ვიღებთ მონაწილეობას, წელსაც საკმაოდ აქტიური გამოფენაა როგორც ყოველ წელს. ინტერესი საკმაოდ დიდია არა მხოლოდ ფრანგი ტუროპერატორებისგან, არამედ მთელი ევროპის მასშტაბით არიან ჩამოსულები და საკმაოდ დიდია დაინტერესება. ჩვენი კომპანია მრავალ ქვეყანაში ოპერირებს და საქართველოშიც ვაპირებთ საქმიანობას. საქართველოში ნამყოფი ვარ, ვიცი რომ ბიზნესის განვითარების ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. ძალიან ლამაზი ქვეყანაა და ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ბევრი ტურისტი გავაგზავნოთ საქართველოში. ახლა აქ ვარ შეხვედრებზე, რომ განვიხილოთ თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ შემდეგი სეზონისთვის.